ქართული სახელმწიფოს ისტორიის შემქმნელს უკრაინის ვიცე-პრემიერობა შესთავაზეს. რაც ამის შემდეგ მოხდა, ისტორიას შოკში ჩააგდებს. ლამის აი ამ ფრაზით დასათაურებული ამბები განვითარდა ამას წინათ უკრაინაში. კიდევ კარგი რომ ქართული სახელმწიფოს ისტორიის შემქმნელმა ცდუნება ძლია და შეთავაზებაზე დათანხმებას ბედკრული საქართველოს მოქალაქეობა არჩია. თქვენ იცით, შარშან ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში აქ ხარებდა ახალი მთავრობა. და ნუ მასაკმოდ მოულოდნელად ამერიკა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ძალიან უნდა პრეზიდენტი შეენახო ხორჩაუხელი რა თემაზე. ნუ აი გვაქვს ესეთ წინადადება რომ პირველი ვიცე-პრემიერად დაგნიშნოთ. პირველი ვიცე-პრემიერი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამდებობა უკრაინის მთავრობაში. ჩემი პირველი ინსტინქტი იყო მართალი გითხრათ, მაშინ დათანხმება. თავარი პირობა იყო კონსტიტუციით რომ უნდა შემიცვალოს საქართველოს მოქალაქეობაზე მეთქუარი. საუკუნეების განმავლობაში არ ქონია ჩვენ სახელმწიფო, ჩვენ შევქმნით. რა სიტყვა და ისტორია რომ ქართული სახელმწიფოს შემქმნელებმა უწევ აიღო არაერთმა შექმნა და სამ სახელმწიფოს პასპორტზე თქვა უარი, ხო? ამიტომ თქვი მაშინ უარი ვაიმე, ყოჩაღ საქართველოს ისტორიის მაღალო შემქმნელო. მადლობა რომ ისტორიის ნერვებს ამჯერად მაინც გაუფრთხილდი და მრავლის მნახველი ისტორია შოკისგან იხსე. არა, ამას ახლა ნამდვილად ვეღარ გადაიტანა, კაცო, ვეღარ. რას ქვია რატო? რატო და იმიტომ რომ აქამდე არ გეუბნებოდი, თორემ ეგ შენზე ისედაც ნაწენი იყო, ცოტათი. პირველად ისე წინა ოქროს საწმისი რომ მიაკარგე სადღაც ხო გახსოვს? მერე იმ ჯაჭვის პერანგის იღლია რომ არა მოაკერინეს ანდრას, რა და რამდენი გიხვეწა კაც. მერე პოეზიის გამჩენმა არ მოგასვენა გალობანი სინანულისანი დაწერე და ისა შენ თვითონვე შეიბღალე საკუთარი რეპუტაცია. და წიწამურთ არ აღაგინდოდა იმ შავმელ დღეს, ჰა? მე-11 არმია რომ შემოვიდა და შენ საფრანგეთში გაიქეცი, ხო საერთოდ კაცო. და მერე კიდევ რომ გაიქეცი რამდენჯერმე? ხო და ყოჩახ საქართველოს ისტორიის შემქმნელო რომ ამჯერად შენს მაღალ თავს გადაახდი და ისტორიას საბოლოოდ არ გაუხედე გული. მადლობა, შენ ფაქტობრივად ისტორია გადაარჩინე. ჯერჯერობით.